დაახლოებით 2 მილიარდის ტრანზაქციები განახორციელა blockchain-ზე JP Morgan-მა, PayPal-ის stablecoin 1.17 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციამდე ავიდა და PayPal-ი თქვენ იცით რომ ერთ-ერთი პოპულარული გადახდების სისტემა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შეიძლება საქართველოშიც რაღაც დოზის პოპულარობით სარგებლობს და შესაბამისად ამ რიცხვებს თუ დავაჯამებთ, საბოლოო ჯამში ხედავთ რომ ეს ინდუსტრია ასე ვთქვათ ძლიერდება, ასევე ამ ინდუსტრია სტაბილური კოინების ინდუსტრიაზე აღსანიშნავია ყოველთვის ის ფაქტი, რომ ეს არ არის ხშირ შემთხვევაში მიბნული ბიტკოინის ფასზე, კრიპტოვალუტების ფასზე, უბრალოდ შესაძლებელი ერთი მომენტი იყოს, როდესაც ბაზარზე, კრიპტო ინდუსტრიის ბაზარზე ძალიან ცოტა ხულია, უფრო ნაკლები თანხის შესაბამისი სტაბილური კოინი გვაქვს ბაზარზე, მაგრამ თუ სიტყვაზე მარტო კრიპტო ინდუსტრია არ იქნება ამის მკვლევარი და იქნება ყოველდღიური გადახდები ან ის სხვა პროდუქტები, რაც ასე ვთქვათ, კრიპტო ინდუსტრიის გარეთ არსებობს და ამ პროდუქტების აქტივაციისთვის გამოიყენებენ სტაბილურ კოინებს, შესაბამისად ეს პრობლემა არის ლიკვიდურობის და არ ვიცი, მე დაწერეთ თქვენ რომელიმე ცნობილ სტაბილურ კოინთან მიმართებაში რაიმე ლიკვიდურობის პრობლემა თუ არსებობდა, მე მგონი რომ არ არსებობდა, ხო, აი ეს პრობლემაც იქნება აღმოფხვილი და შესაბამისად თუ ეს პრობლემა იყო კიდევ ერთხელ, შესაბამისად ბაზარი ამ კუთხით უფრო გაიზრდება და პოტენციურად შეიძლება მომავალში ვიხილოთ, ასე ვთქვათ, თუ ადამიანებს მარტივად შეიძლება ინტერაქცია ამ ქსელებთან, ვიმედოვნებ, რომ მინიმუმ ცნობადობას და სანდოობას მაინც გაზრდის blockchain ტექნოლოგიის ზოგადად მოსახლეობებში.